გამარჯობა, ეს არის მორიგი რეაქტი დღეს ვარეაქტებთ Toto versus Mad Moose. სიმართლე გითხრათ, ძალიან ველოდებოდი, გაცილებით უფრო მეტად ველოდებოდი ამ ბეთლს, ვიდრე Toto versus ვიდრე Tairo versus Kamis. იმიტომ რომ ორივე MC აქ ძალიან უნიკალურია, ძალიან გამორჩეულია და ნუ მოკლედ მაინტერესებს შედეგები. შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ რეაქტზე. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. კი, ყავს ლუდის კათხით, ვის რა პრობლემა აქვს? TVB Flows სეზონს გარებეტლი შევქმნათ ხმაური პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ მოვედი საქმეზე ჩუმჩუმელა რო დავიწყო ფენომენალური მარა საჭიროა ვაი სამოზე გაუს დააბულობე ზიკი დააბულობე არი ამასაცა მეგობრებო გაუს ძალიან კაი ბითია ჩუმჩუმელა MC ნინძა რო დავიწყო ფენომენალური ვერსის კინძვა მარა საჭიროა ეგრევე ვხვდები არა გაჩნდები ისეთ მოიტყნა ტვინი გათიშე მაიცა მოიტა რა come on ამისი ფოტო შემხდა უბრალოდ ძალიან გამეცინა მაგრამ რავი ნახოთ საინტერესო უბრალოდ ნუ ხარს არ უჭერ ამ ყველაფერს იმიტომ რომ თვალებში ნოუყურებდე მაინც MC-ს რა რაღაც მუღამი აქვს რაღაც კი საკმაოდ დიდი მუღამი აქვს მაგრამ ძალიან ჩაჯო right let's go Ach, Jimmy. მოვედი საქმეზე ჩუმჩუმელა MC ნინძა რო დავიწყო ფენომენალური ვერსის კინძვა მარა საჭიროა აქ აგრევე ვხვდები ჩქარაცისა დრაკონი ღრიალებს არ ვიცი მე ვინ გააღვიძა ცეცხლი უკიდია უკვე ყველა შენობას აწისა და აღარა აქ ამათ ერთობას ნომები განწირულები ითხოვენ შენდობას მარა თეთრი მგელი ამბობს უშელნოთ ფას ეი მოსემბოხი ხმა გაჩითა გარემოს ზაფავს დამხმის განჯისამ გარემოს ჩემ პატარა გნომებს თავი დაანებოს კიდევ გიმეორებ და უბრუნდია ჩვილთა სამეფოს ილუზიები არასაც შენამ თემიდანელი ხუდიას მოეფინა ჩემი ნათელი მოეშვი ჩემ ფოზე ხარ სკელი დანელი როცა მე ვბაზრობ ბაუნსობს მთელი კარტელი ბილეთი გაყიდულია აქ უკვე დახარჯეს ფული სხვა საქმე არ მქონდა გადავკარი კათხარებული ფლოუ მახვილია განადანა გავაპეგული და როგორც ხამეს ჩემი დისლო შენ ხარ გათავებული შენ მიდგახარ ფონზე მიდგახარ პროსტა ფონზე მე მოლაპარაკე ცეცხლი ვარ შენ პროსტა მოსე რებს ბოდიალო ბიჭო მოდი ცოტა გონზე ნებისმიერ დროს გასმოყვები ოქტაგონზე ვაღიარებ რო გარკვეულს კილებს ფლობს ოხერი მარა აზრი თუ უკვე ჩავაქრებ ბოლო ღერი შემოვედი თამაში და სხოდუ ქროსოვერი მეთქი ბურცარდაა და ბოზო ხელი ვიჩიტები მუდამ კაი პერსონით და ვინც გამგონია ჩემსაც ისევ გაიგებს მოდი თუ შემწინააღმდეგ დადე უკან აიღებს სონი ვინც რო გასასვლელს ვიწრები ალენ აივერსონი ოსტება ამოსე ფინალში რო განახат გასული არა როგორც არტისტი ჯერ არა აზრ დასული თავს გაგახსენებს ხოლმე ხანდახან წარსული რა გალერის დასვა დღეს თვითონ არა ხარ დაცული დრაკონმა გაიღვიძა ავია კრინჯობსო ბრუტალა მოვიდა რო კაცი გაგლიჯოს კიდე აყლეზე უნდა გაგიჩალიჩო სუნთქვა გაასწორე თუ არა და ბრაკი ხარ ბიჭო აღარ აღიქბევა ფავორიტად მედმოსიაწი რელიგიაზე და ქართულ გენზე პედობს ეს კაცი მე არ ვფიქრობ თვითონ თვემდე როგორ მეყოს ხელფასი და მადლობაცას არ ვაშფანა როგორც მეოთხე დასი რასაც გააკეთებ შენ მე უკეთესად ვიზავ და ამ სცენაზე მოსასვლელად თუ მექნება მიზა აგრესიულია ბეთლი ტრეკი თურმე სევდალიზა კამერას თუ უკეთდება ლიზა მრავალ მარცვლიანი რითმები ეს არ არის შენი და მაგარი MC ბიძე მაგარი შევიდა დამსახურებულად ვიყურები მაღალი ზევიდან არ გამოვა ჩემი ჩამოწერა ანგარიშებიდან მე ხომ აქამდე პროსტა კარგად არ დამიტენია უნდა აგეთო დასკვნა წინა მაგალითებიდან რა გეგონა დღეს როზე ციური მამაგიშველიდან ცუდად ლოცულობდი
გავარდი თემიდან უნდა დაგედო დონე მარა ვერ დაუდევი ეხა რუხ კარდინალს ნამდვილ მეთაურს ვდები ამ საიფერში ენას ნუტენი შენი ფანჩების მარაგია ყლე და მუტელი ახალ ლაინს უნდა ახალი ყნოსი და მერე მიკრო რო გაუკეთო მასას ჰიპნოზი არა მოსე ჩემზე დიდი არ არის ბოსი მე ვარ რითმების მზანებელი კათალიკოსი მუდამ ჩემი არის ფლოუ მუდამ ჩემი არის რიტმი იმიტომ რომ ფეიქ სცენარებს მირჩევნია რიტმი მოსესაც არა უშავს და ამიტომ შეიქმნა მითი მარა ჩემ ფონზე დაბატარავდება ბეიბალითი სრიალებს იგით ეს ბიტია სუყინული შენ არ გაქვს ცუდი რიტმები არ ცუდი რო არასულ ხო გეკრებოდა 5-0 თუ ხარ ჩემზე მეტი მხოლოდ ჩემზე მეტად სტუდიური მე შენ სცენის უკან კითხე ომი გინდა თუ მშვიდობა შენ აირჩიე ომი აქ არავინ არ დაინდობა და სცენის უკან კითხე ომი გინდა თუ მშვიდობა შენ აირჩიე ომი ამოყევი რაყლე გინდოდა ძალიან მსნაური იყო ძალიან მეცნიერება და მთელი რაუნდის განმავლობაში მედმოსას ანუ სადეყურა არისო და რა იმიტომ რომ თვალებში ხო ვერ უყურებს ნორმალურად საერთოდ ვერ უყურებს ძალიან დაობა იყო ესე პოსტა აკეთი კითხვა იდგა და ესე იყურებოდა ტოტოს რაც შეეხება ეს მრავალმარცვლიანი და მთელი ტექსტი რო ერითმება მთელი სტრიქონი რო ერითმება შემდეგს ეგ ძალიან კაია მართლა ძალიან თავისი სტილია პლუს გონი ბიტი თავისი არჩეული იყო იმიტომ რომ ძალიან კარგად იჯდა მომეწონა აი ბიტზე უხდებოდა ბიტს ძალიან რა ფანჩები სუნთქვაზე და რაღაცეებზე რაც მართლა შეგეძლო ჩაგეჭირა ნორმალური იყო მედმოსესთვის რო ჩაგეჭირა რა სკელონელო რაღაცეები ოკეი საერთოდ კაი რაუნდი იყო კი უბრალოდ ხო ეს ვიარის თემა მაგრამ სულ არ გამოსვლას მირჩევნია ვიარით გამოვიდეს ხოლმე კაი ტიპია და ნახოთ მედმოსე ასიზოს პირველ რაუნდში და განსაკუთრებით ამ ბიტს ასიზოს მაინტერესებს Hey yo. Hey yo, ეს ასურა შეგვიძლია. შევქმნათ ხმაური. ეხლა განახებთ ტოტოს არჩეულ ბიტზე როგორ უნდა იყო ტოტო. Hey yo, პირველი რაუნდი. MC ჩემგან ხალმარცხნივ. Dark. Yo. Yo. შენ თუ გეძახიან ხეირობს ყველა მე კი ვიმღერე მუქთა როგორც დელიო დელაზოგი მეუბნება რეპენელიო ნელა მაგრამ მეზარება რეპი როგორც ნერიოს ქნება განა რთული არის გარება ესე მაგრამ მაინც უნდა მოვიმიზეზოზე პირი შემეზარა იყავი დრაკონი რამდენიც კიდე წერე მაგრამ ვერ იქნები მუქთა ვირივით ეჭვი თუ შეგეპარა მე თუმბაძა ვენ განა ვერ წავა რაღაც არ მახსენდება რუსი გადა მე ჭამა ბიჭო გაჩერე ენა გადადე ჭამა შენი ენა კოპტერი ტრიალშია მამა ვერაფერს მიაღწევ მაგ მუქარი ჩემო უნდა გაგზნო ბინო ჩემი უდარის გემო დაგადგება სოლო ლაკის უბანის ზემო ისე დაგასიებ გერჩინოს რო ფუტკარი ცემო ამან განადი და ამანი და ჰამაკი და ნამდვილი რეპი საქართველოს დედაქალაქიდან ჭამა აღარ გინდა გადავიდეს ღაფარიდან მოკალი ყველა პირადი თავ გადასავალიდან მეტი ვიდრე მუქდა და მეტი ვიდრე მედმოსე მეტი რეპე რუთან და მეტი რეპე ბენდოზე მეტი რეპერაზეც გინდა კიდე მიდი მერას მეტაკების რჯეის მოუგე დიდი შენი ბაზარი ბენზოდიაზე პინებია ისე კენი ერთხელაც რო არ დაგიზეპირებია ქალბატონებო და ბატონებო დღეს უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრენი გავხდით PvP Flow-ს ზაპასკამ ტექსტი ბოლომდე ისწავლა ნახოთ რა სიზავსის შემდეგ რაუნდებში რამდენად დიადი MC-ა მისთვის მედმოსე ნუ თუ მაინც დაავიწყდება ტექსტი მიუსაფარი რეპერების დონაციის ლინკი იხილეთ აქ შენ კი ნახე როგორ უნდა რეპის კეთება მასე ვასება მედმოსე მაგიტო მეპირფერება პატივისცემა ქება დიდება ფერება და მერე ჩემთან ბეთლია მისრული ბედნიერება ეს მუქდა მჭამელი ეს მუქდა ხორა უნდა მუქდა კუბოდაში მუქდა წოლა მუქდა ვინო დუდუკი კეიფი ქალები და ვიზუალი ქარისი დიდი გამყინვარებიდან ოდე ტროტუარი და ვაბიჯე ვინც უნდა გაგიჟებული ხოს უყველა გავაგიჟე კლინკებს იქნებ მაინც ვერავინ ვერ გადათიშე და მიძახე ნაინა დღეს კარატეში გავარჯიშე დექი კარში მერე მომიტანე წყალი მაგრამ გამიბლატავებია პატარა ნაბოზარიშე გევასება მოსე მაგრამ გააგორე ჯარიაცი კიდე შეგაგინებენ და მრავალს და ეს წარი აქ იციან რომ ტოტოთი გამოდნებოდა ფულები და მაგიტო მოსმენენ ასეთი პირდაღებულები ხალხს უყარს ხო იცის ანახაობა პურები ისევე როგორც ტოტოს ევასება რუსი ჩურები ნუ გაიბედებო ვისი
მისი შესაფერისი პანჩები უნდა ეძებო მისი შესაფერისი არის შედეგები რაღა გავაკეთო მართლა ბალეთს ხო არ ვეძებები ტოტო შემოსიარული ანეკდოტო მეტი როგორ დაგითმოდა მეტი როგორ დაგელოდო მეცადინეობდა გიოგუშინ დაღლამდე რომ დაემარცხებინა ტოტოს კიოკუშინ კარატე ჩათვალე პატარა საიდუმლო გაგანდე შენ წაიღე კარატე და კლეზე გადამახატე მოისმინე ჩემი ვორკილი ვოისა შენი რეპი ჩემი ხარჯვა დროისა მოდი ერთი შეხედე ამ გოიმსა როგორ უნდა ტიპს იყოს ანატოლი ბოისა რატო არ ხარ გამაში ენატლიკინა ცეტო კარგად იცი გაგაკლებებენი გზა ალა და ლედო აქ გაგაკლება თაირომ და გაგაკლება კამიმ და ვისაც არ დაეზარა ყველამ გაგაკლება რავი შეხარ ახალ ბედა რეპერების ბარაკა და ხვავი არც ერთ ემსის არ გამორჩენი ხარ მოსატყნავი რა ნახე ამ ბეთლებში რა ხარ უნახავი რაც არ არის შენი პიცი უნდა დაანებო თავი აი ძალიან კაი იყო. Просто ფლოუებზე ისე კარგად იჯდა, აი ბიტზე მეგონა რომ ინერტ კარგად ვერ ჩაჯდებოდა, რაღაც სხვა ღრიალი დუხი რაღაცა ისევასება ძალიან რა. მაგრამ აი დიალოგად იყო ჩამჯდარი მართლა, პანჩების უკეთესი იყო. რავი რა ვთქვა, ძალიან მომენატრა ამისი ბეთლაობა მართლა და გაბადრული ვიჯექი მთელი რაუნდი. მოკლედ რა ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრით აშკარად მედმოსესია პირველი რაუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ტოტოსიც საკმაოდ კარგი იყო. ნახოთ ტოტო რა სიზავს მეორე რაუნდში. Let's go. Niki. Es რა გამიკეთე Niki. ეს რა გამიკეთე Niki რაღა მაინდა მაინც მე მომაწოდე ჯოისტიკი ეხა ვითომ თავი მაქვს მიამასთან ქილიკის მარა შეხარ ერთი გასროლით გადალახვალიკის მოსეულ ღირსეულ ესი რა ინდია კამელოტის შემი პანჩებია შინობის გვიან ღამე მოდის არ ელოდი წინაზე და არ ხეს არ ელოდი მოკასმენინო ის რაზეც გაჭედა ვემოდი ვიცი ესენი ჩემ გასულელიან ერორს სულელები ელიან რო ქულები არ მეყოს ავიღე კალამი რო ფურცელი დავსერო მე მიკეთია ცეპი ამას უკეთია პერო ჩემი მუცელია პლოსკი შენი მუცელია სფერო მე შემილია ყველა შენი ძუკნა დავასველო გაჩერება მინდა მარა უნდა გავაგზელო ერთი მოსუნ თქვა უკაცრავად ზემბომენ მაგ ნამდვილი ბრუტალური თუქსურს რეპი ინა ქართული და გინდა რუსულები დაჭიმული პრესი დაჭიმული მუსკულები მიხმობე შენი ძუკნები სუბსკრულები ეი ნახე ფლოუ ნახე მგოსანი ვითომ უკეთესი რიტმების ხარხელოსანი მოსენი ჭიერია არ უნდა წაგეგო ძამი უნდა წაგეგო სეზონი ბელად უნდა წამეღო სამი შენი ცივარ სოლოლაკელი და იცი ეს სოლო ამ ყლელი მე ვამცირებ ძუკნებს აი ნიდან მუდამ მათ ვამცირებ როგორც არკელი მოსე ისვის მარა ვერ სვავს მიზნებს კი მძიმე წონა ამარა მე ვერ გამიძლებს მიკროხელებშია ენერგია ყველა მისმეს მე ტეხავია დაგსავ ტეხავ კისრებს ეი ჩემზე მეცელიან ბეთლიდან პროცენტს ფლოუ და რიტმებით ემსი მაოცებს შენ გინდა მოსე მარა მოსეს მე უნდი ვარ ბეთლი გადმომცეს ამ ხარს დამაცოს მოუდარ ქები არ დამატოლო ფლოუ და რეპი მე შემოვდი ვარ შენ შოუდან ქრები როგორც უკანა ხედვის სარკეში სლოუ ქარები ხოდა მე თუ ვიქნები შენ არ იქნები ხოძე დააგდე ტემპიტორე დაიღლები მოსე დამიდევ იმასიანი დამიდე გიბსონზე და მოდემი რეჩერდა ჩემი ლაინები ყნოსე გავიწყდება გადაყლაპო მგონია ბები მოვედი პრაიმში არ ქონია ბედი დეკაიფები თან მელოდია სხვები ვაკეთებ შოუს გელოლია ვები საეჭო MC გვერდზე საეჭო ბანდა გაჭედოგანა მეტო მოხვედი რომ ეთამაშო დაჭერობანა შენი პანჩებია ცხურები უნდა დაუჩეხო ფარამე მაგ რიტმები ისეთი რომ ატრობს მთელიერი მე რო რითმო შენი ყურები ამ დროს ბედნიერი უნდა ნახო სეირები ადრე ვიყავი MC ეხა დრანგონ სლეიერი ჩემთან ბიტზე როგორ უნდა კონდეს დიალოგი მით უმეტეს მე თუ გავიჩით ეხოზე მინდა ომი შევესი პანჩებს მარტო ფლოუ მოგერია მგონია წი უნდა შეეგუო შენი ნომერია 2 დრო არ მაქვს მოსვენების მოდის ფლოუ ბრაზიანი მოსემედის ბიჭო დამოკლება ჯობსენების თქვენს რო ბრუნდება ეპოქა მოსმენების მთელი სეზონი კამარი კონცერტები ხელზე გამაზული თავანი და პროცენტები ხოდა თუ არა გიხდა ეგოცნებები მოდი ჩამხადე ტრაკზე და მგოცნე ბევრი ვინ როგორ შემაფასა ვინ რა თქვა ჩემზე არ ვიცი მაგრამ მინდა კიდე დვიჟენია დამაგლიჯე თქვენი ცხრიდან ცხრა და დამიწერეთ ხიშტების პრემია სტილი ვგიშდები ჩემია საკუთრებაში მე მუდამ აქვარ და ვარ თემაში ორიგინალს ხარშავ და ვადუღებ თავში ჯიბეში მოსაბარად ხელს აფათურებს ბავში ვიდი მიდი რიტმით დევსაკ დიდი ვიცი რისთვის ვითმინე მაგ რიდი ინდივიდის ვიდი მეტად ფიტი ინდიმინდი პინდი პერაჩინდი გარდა რაღაცა შოუს მომენტებისა
ძალიან სტანდარტული ტოტოს რაუნდი იყო, ისო კარგი რითმები, ფანჩები 1-2 რაღაცა იყო. მაგრამ სასწაული თქო რა თქვა, არ მგონია რავი. ნახოთ მედმოსეს მეორე. Yo. Kaya. Давай. მეკმაყოფილი ვარ მარტო იმ შედეგით რომელიც პირადად მედავდე ისეთი რამ უნდა შექმნა რომ უსინათლო ვიყო და მაინც ხედავდე იყავი სიმბაროს პილოების სასაფლაოზე სიარულს ბედავდე იყავი დიადი დატოვე სიტყვა რომ სახელი მივიდეს ეცამდე არასდროს არავის წინაშე არ დავიჩოქებ თუ არ არის ღმერთი ის არ გავუტოლდები ისეთ ადამიანს რომელსაც ნაკლები ესმის რამდენი დავთესე რამდენი ვიმკე და რამდენი ვატარე თქვენთვის და დღეს არ ვაპირებ ჭამას 1000 რეპერის ნაჭამილეშის მთელი სეზონები დამდევთან გავიგე ცოტათი გაბნევთან ნაშები რო დაგიყენო აქ ჩემთან მოსაღწევად სულ ყველას გაწევთან მოსეზე ბეთლები კი არა სერენადები და სონეტებს დაწერთან ისე გევასება ჩემი ბეთლები რო ძილის წინ მაგაზე ანძრევთან მუქთა ჭამდეს ვისაც უნდა უკან გადმოფურთხებული კამის ლუკმა მუქთა ერთხელ ისწავლე ეს ტექსტი გული შეგვიწუხდა ფურთხა მერე ვაგდები და მწვანე ბლანტები გაგთვალებამდე გაიბლანდები აქ არინადები ეს ბარიკადები ამ თაცმინდამდე ერთადერთი და გონაწილე დოტო არის ადარი გონაწილი ამათი და მუქთა ყველაფერი დააშავე მოგაწილე როგორ არის ამის მერე კვალწარუმატებელი და სუფთა მე ვარ შენი პალასაზე მონადირე მეგობარი მაგიტომაც გაილეწერო იჭექი რულთან ვერადექი პედალივით მოგაჭირი არ გეგონა გამოვიტანდი ამას ეს მოვიტანე სუსტად დრო დაგანახო ჩემი მოტივია ყველა გადავლახო ქეში მომე რაღა გავანახტო ჟიჟი მასე უნდა ჩაგაძახო ვოუ პატრაბიტი მომეცი და პატრაბიტი კიდე მე პომარაგებდი მოვედი და თოთო ავიკიდე ეს ლაპარაკები არის ფიქრო ჩამიტეხო კიბე ძველი თახალი ფლოუთი ეს ფული გავიჯიბე მედმოსე ხო გამოხვალ სეზონზე ყველა შენი ოპონენტი ლაინებით შემოსე ჩაუტარე გემოზე თუ კარგად დაგვამახსოვრდება შენი სახით ახალი ნამდვილი ჩემპი გვეყოლებ ასე მაგებს დოდო მე და ჩალიჩობს როგორ მე აღარ იყოს ყველა ფერში პოხუისტი ბოლომდე ჯერ ასეთებს ვერ აკეთებს ციცი ვიცი მხოლოდ მე მარა ამ ემსებში ბევრი ვერც კი მივა ტოტომდე ტოტო ჩემ დღეს ბეთლაობს ბოლო ჯერ როგორც იმსახურებს მენ ისე გავაცილო ჩვენ ვიცი რომ ფლოუები მაქსაზარელი მანამდე მე პატივისცემა მაგ ბევრი კულტურაში მაქსიმე აღსარებელი ვიმოაგ დაუჯერებელი ნათე ეს შემია შენი თუ ვიღაცის არის მიზანში ვასწორეთ ყველა ის არის მე კრატოსი მოვედი ვარ ნაომარი და დღეს უნდა წავიღო კრაკენის თავი ტოტოს არჩეულ ბიტზე გაცილებით უკეთესი იყო მგონი პატარა შეცდომები ქონდა 3-4 ჯერ შეეშალა მგონი თუ რაღაც უბრალოდ სიტყვა ჩაეყლაპა არ ვიცი მაგრამ საკმაოდ კარგი რაუნდი იყო უბრალოდ რაღაცა არ ვიცი მედმოსეს ბეთლის სტილი ვერ შევიგზენი თითქოს ამ რაუნდში რა ნახოთ მოკლედ ფინალური რაუნდები სეზონს გარე მაინც ამოიღე მედმოსე მესამე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური გეგონა მოსებიძე დამჩაგრავდა თუ როცა თავით მაღლავთ გავარ შენზე ვაჩეგანა თუ მოსეს უხოძია სუფუხზია მაგრამ ახლა დუმს როცა ეჭიდები რთულს ვაჩეგანა თუ სანახაობას და ხორცს და განაპურს ხო და გეკითხები ეხლა ისე ვაჩეგანა თუ გეგონა დრაკონი კლანჭებით გაჩარხავდა გულს მარა წყალში არ გაგშანგბადი და შენ დაიწყე ანდერგრაუნდიდან მასესადებედი ანდერვოტერში ვარ კომფორტულად ხტულხუსადებდები მე გავაფართოვე ჩარჩო და კეტილი კარებები მე დავიწყე რთული რითმების კეთება რასმედრები არ ჭირდება დამტკიცება შემიძლია ნებისმიერი ბრუტალას კასტრირება ვისგან მოიპარე სტილი რატო გავიწყდება მე მოგეცი მიმართულება მოგეცი ათიმცნება მე ჩავამტვრიე კიბეზება თუმში ორი ფიცარი არ გაგიჭირდებოდა ჩემი ცნობა მგონი მიცანი ბოლი წინ არის ეს მგონი ფინალია
ვინარი ორიგინალია ქაღიარე სიმართლე მიდი გაშალებული შენი ლაინები იყო ჩემები აჩქარებული არ დამაჩქარო გავაკეთო მაცადე რთული და მიხვდება ყველა რო შენ გაგ ჩემგან გადაღებული უნდა თავი შემაყვარო როგორ ბედავროა ჭედავრო ხარ ურჩი შეახვარო შემილია მოგცე ტრიუმფი ან კიდეც რემლად ხვარო მე გადაგიხსნის ღვებს შენ უნდა მეთაყვანო მერით მას არ დავდე ფიოლს ცხენა გახურდა დაცხა და არ მოვირგებ სხვის როლს თორმეს თუ გადაცდა რაც არ უნდა მდისო და რაც არ უნდა მასხა მომისმინე ფისო მიაქვარა ხურა მასდა აზარტული მარაფსონს არ დავდებდი არც ერთზე რამდენი დავტოვე იდიოტად რამდენი გავწეწე ფაქტი ვისაც მე არ გვახვევდი საცეცეს გაქრა როგორც ჭიქაში შუშხუნა ტაბლეტი აცეცე ხო და ჭიქაში ჩემთან ისევ ასხია ტეკილა და მე კიდია ზუსტად როგორც მანამდე მე კიდე თან მე ვარაც ვარმას ვაკეთებ რასაც მე მინდა ჟური ამ ნასწავლიყლე ტექსტებით რას გადამეკიდა ტექსტსაც დავიზებირებ მე თუ მაგ ხოში შენი მოპარული სტილი არის ხურდა გროში მე აქ ხოვლის შემძლევარ და დაგაბრუნებ უკან დროში ეს ხალხი მიმყავს მარა შენ დაგტოვებ უდაბნოში რაღაცა გამოვტოვეთ, მარა პოხუი. ეიო! ბოლო რაუნდებისთვის. პანჩები უკეთესი იყო ამ რაუნდში, მართლა. ძალიან სახალისო პანჩები იყო. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად ჯობდა ესე, VR-ის garaში ჯობდა რაუნდი. ნახოთ რა სიზოს მედმოსე ფინალურ რაუნდში. Yo. მესამე რაუნდში დაგანოკაუტებს ჩემი პირველი ვერცხმა გადაგატარე ფლოუ უნდა დაგიმატო ჩემი გავიტანო შენი გავიდა დრო გემის კაპიტანი ვით გაგაცური ნეტივით სირინოზები კივით ჩემი ბოზები დილით უნდა გავლახო სილით მიდით ომობანა მეკიდა მეტოდა გადამეკიდა და გავაკეთე ყველაფერი ისე როგორც უნდა ყველა მეკამედინა მე უნდა გადამიყინა და მოლიკული ზედაპირი ფეკე დაგეწორდა ბრუმ შეცკი იახტა დრიფტი აქ ერთით მეტი დამხვდა კარგად მივხვდი ჩემი სვავები და ფრინავენ შენ თავზე მთელი ვანდერლენდის სამაკ ჩემი ფრინავებით სავსე ჩემი ვერსებიან ნაღმები და არ გექნება შანსები რომ გაიყვანო სანგრები და გვირაბებით გაძრეს სულ საქმე ჩემპიონი ვარ რაკმე ტვინი წაიღო და კაიმეთ თორე სადოდო და სადმე მოგეძებნებოდა ოპონენტი პროსტა მომზადებული რომ დახვდე მარა როგორ იქნებოდი მომზადებული თუ ვაგინაში გაგსახე Shut down! ასევაგზელებ ისევ ყველას დაგაგდებს ძირზე გადაგაჭამე თავი გადამეხიეთ ძირზე ყველას დამინას ვქავს ყველა ერთმანეს ტყნავს მაჰეითებენ ზატო მარტო რატო ხარ ბრატო ჩემით გავიტან თავს ნუ ხარ შემეხები მე თუ არ გინდა ეს ზეწოლა და ნუ მატოლებ რეპერს რომელიც ჯერ ჩემთან ვერ მოვა კარგად იცი ამ ემსების დაწებელი მე რო ვარ და უკან ვეღარ გავა ვინმე ჩემ ტყეში თუ შემოვა ეს ტოტოა თუ კამი ვენტუსა თუ რავი ვისაც ჩემთან გასაყოფი აქ ჯერ გაანძრიოს თავი მერე მოვიდეს სადაც ჩატარდება სეზონი მეც იქვიდგები მძიმედ გაუვალი რკინა ბეტონი ხლეზე დამაწყვიტე მრავალ მარცვლიანი რითმები თუ მაგის იქით ყველგან გამოყლევებული იქნები არ გაძინებს მასტერი შენს გადიყარე ფიქრები და ტრაქში ცოცხი გაიკეთე ფარშევანგი იქნები შენი ამსტარი მიზნები გიმღერიან კარიბის ხვები ხარ მელია გაიტისკები მაგ მოვიდა მოსე და მოიტანა მოსე მარაფერი მოიპარა შაუთაუთების კეთება თუ მომინდება მე უკან მიყენია ძმა მიმისთვის ამივე ჩემი ახმა და სულ ყველა ყლეა ვინც მეიაზვა მე ამდენი წლებია არ მინათებია ვშალე აფრები და ჩემი აზვა ჯერი აქ ჩემია პრემიატა თუ დამისახელებ კულტურისგან ვითარებაში არ მიკეთები არა მოგეცი ჰაიპი მოგეცი სახელი მაგრამ მაგითი რა ქენია ბა მე თქვენია ბურდულის გადალაგებაში დაკავებული ვარ დღენია და უნო დო სტრეს გადაეცით ყველა ყლეს ვისაც მეტმოსესთან ჯახი უნდა აქვე გამოჩდეს აქვე მოვიდეს წირი რო გავაგდებინო ამდენი ხალხის წინაშე შარვალში ჩავაჭმევინო ხარ თავშია ვარდნილები არ დაგითვალოთ კბილები ადგილზე დაენძრიეთ გუშინ მოწუწული სირები ჯერ ამათ არ უნახავთ მედმოსეს ნამდვილი რეიჯი მოგენატრებათ მორტალ კომბატი და ჯონი კეიჯი და ბოლოს ვიდეოში რო ჩატეხე კიბე იყო კადრი მაკიბეზეც მე აგიშვი მაგრამ ვირო მადლი ასეც ხდება ტიპებს ჯერ კარიერებს უქმნი მე შენთან უნდათ ბეთლი და იმ კარიერებს უთხრი რაუნდი ჩავირთებ შორში wait a fucking minute მეტი ხმაური მჭირდება მეტი
ტოტოს რისი ჩართვა უნდა არ ვიცი, მაგრამ მედმოსე ძალიან კაი იყო ამ რაუნდში. აქ უკვე გაცილებით მეტად იგრძნობოდა წინა რაუნდებში რაც ჰქონდა ეს დუხი და ღრიალი და ის რაც უხდება იდეაში თავის სტილს მართლა ძალიან კაი იყო. ფანჩებიც საკაიფო იყო 1-2 მომეწონა ძალიან. ნახოთ ერთი ტოტოს რისი ჩართვა უნდა. Wait a fucking minute. SMC თამამია არბათ ბევრი დალია. ახლები გაბლატავდნენ ეგეც ჩემი ბრალია. თუ შენ განადგურებაში წვრილი შემიტანია მაშ გეტყვი პირში ჩაიდევი ჩემი გენიტალია boy. მეგობრებო, როგორ მოგეწონათ ეს ბეტლი? Okay, ეხლა ნამდვილად მოსჩენგონი. რავი, ჩემი აზრით, მედმოსაზე გითხარით, ჩემი აზრით პირველი და მესამე რაუნდი უეჭველად მედმოსასი იყო. მეორე ცოტა საეჭვოა. ნახოთ როგორ შეაფასებენ. გიგუნასთვის შევქმნათ ხმაური! სალამი. გარშე, ყლეზე მგიდია ბულინგი რა, რაც სად არის ბანის ლაინების ამოჭრაზე მაბულინგეს და უეჭველი ვერ მაბულინგებენ, ეხა შეფასების დროს. ძმებო, მადლობა პირველ რიგში თქვენ, რომ ამის საშუალება მომეცით, რომ ეხა ვერ ვიტყვი რომ ოცნება იყო ჩემი თქო, მაგრამ ძალიან მინდოდა სულ ჟიურში ყოფილიყავი და გონია რომ როგორც არ მიკეთებია არასდროს მუსიკა და მგონია რომ რაღაცა ხალხის ხმასავითოა რა. ხო. ეგეგრი არ მუშაობს. თორე, რავი, მეც დავდგებოდი ჟიურიში. და კიდე 10,000 და 30,000 კაცი, რომელიც ბეთლებს უყურებს ზოგადად. მე ვაღიარებ, რომ ეს ორი ადამიანია, მე ვაღიარებ, რომ ეს ორი ადამიანია ჩემი საყვარელი MC-ები PvP Flow-ში. პატივისცემა ჩემპიონებს, მაგრამ ამ ორ ადამიანს უსმენ რა. ტოტოს პირველი სეზონის პირველი რაუნდი არის ჩემი საყვარელი რაუნდი, რაც შეეხება მედმოსეს. ჩემი შვილი ჯერ არ იყო დაბადებული, სოფო იყო 9 თვის ორსული, როცა დილით ვიღვიძებდი დრაკონი ვინ დააღვიძა. ამიტომ ეს ორი ადამიანი, ამ ორ ადამიანს ჩემი პატივისცემა. ზოგადად ჩემ აზრს დავაფიქსირებ Season of Battle-ებზე, მგონია რომ ესეთ ბეთლებზე ხალხი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ხალხი უნდა აძლევდეს ხმას, მაგრამ ხო, არ ვიცი, მე ამ იდეით შემოვდივარ. შემდეგ Season of Battle-ზე იმედია რომ ჩემ რჩევას გაითვალისწინებთ. რაც შეეხება Battles, მე არ ველოდი რომ მედმოსეს ეკნებოდა ასეთი იუმორი. მართლა, გულწრფელად. ანუ ყველა წინა Battle-ში მედმოსე იყო ძალიან აგრესიული, შემტევი, მაგრამ დღეს მანახა პირველ რაუნდში რომ იყო ძალიან კარგად შეუძლია ხუმრობა ყოველ შემთხვევაში. ტოტოს რაც შეეხება, მე მოხიბლული ვარ შენი პერფორმანსით, ძმაო. ეს არის, ალბათ ის არის, რასაც უნდა აკეთებდე რა. ანუ ეს არ მხოლოდ ჰიპ-ჰოპი, არამედ იმის მიღმა რაც შეიძლება იყოს პერფორმანსი რა. აუ ისე ვიარსა თვალით ასე შემდეგ. ვიტყვი პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი ესე რა. ჩემი აზრით პირველი რაუნდი მეტი მრავალფეროვნების გამო და ალბათ უკეთესი მუსიკალურობის გამო წაიღო მედმოსემ. მეორე რაუნდი ფიქრობ რომ ზოგადად ჩემი აზრით ტოტო არის ერთ-ერთი საუკეთესო ლირიცისტი საქართველოში. ანუ გონია რომ რასაც ტოტო ფიქრობს და რასაც ტოტო ამბობს, ძალიან ცოტა ადამიანს და უფრო ცოტა რეპერს შეუძლია ზოგადად. მეორე რაუნდი მედმოსესი არ ვიცი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ რაღაცა ენერგიულად იყო ეგრე, მესმის რომ რთული იყო, მაგრამ ჩემი აზრით არ იყო შეკრული. საერთო ჯამში აი ნახე კიდევ ერთხელ ვამბობ. არ ვიცი ტექნიკური ხარვეზის გამო თუ არ ვიცი ზოგადად ენერგეტიკულად. შეკრული არ იყო ჩემი აზრით. მეორე რაუნდი წაიღო ტოტომ აუცილებლად. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ორივე ადამიანმა გვაჩვენა თავისი სკილების მაქსიმუმი თუ არა, რაღაცა მაღალ ლეველზე, უფრო მაღალ ლეველზე, ვიდრე ოდესმე მომისმენია ამ ბიჭებისგან. ტოტო იყო, რავი, ალბათ კაი, კიდია, გავაგრძელოთ. ჩემი აზრით მესამე რაუნდი ტოტოს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ტოტოს კარიერაში, ძალიან რთული და ძალიან მაგარი, მაგრამ მედმოსემ ჩაატარა მასტერ კლასი რა. ბრო, ძალიან მიყვარხართ ორივე, მართლა. მაგრამ მიყვარხართ ორივე, ჩემი ხმა მედმოსეს რა. მადლობა დიდი. ნუ ხალხის ხმის რა გითხოთ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტა მეც თქვი თავიდან ძალიან კარგად განავრცო, გვეთანხები, ხოჩა გიგა. გიგუნამ ყველაფერი მოყვარისი მოყოლაც მინდოდა მე ფაქტიურად რა. რა უნდება და არ ჩავშლი. იმიტომ რომ ზუსტად ის თქვა, რასაც ვფიქრობდი რეალურად.
ერთი იმას ვიტყვი, რომ მეორე რაუნდში ცოტა ესე გეყურებდი ეჭვის თვალით, ვოლსკის თვალებით გეყურებდი. კარგად არ ისმის მეთქი თუ რაღაც მომენტში ტექსტი დავიწყდა თქო და მე ისე შეხვედი და ისე გააგრძელე, რომ დავწმუნდი იმაში, რომ არ დაგვიწყნია. შენ რაც შეგეხება, ეს არის მეგობრებო ნამდვილი MC, როგორიც უნდა იყოს. Hip-hop head, რასაც ეძახიან. თუმცა დღეს მაინც ვფიქრობ, რომ მედმოსემ წაიღო, ჩემი აზრი ასეთია. მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა გაქვს შენ, მართლა ოღონდ, აი, რო გისმენ, ერთი სიამოვნებაა ეგ. და მეორე რაუნდში ვაკვირდებოდი ამისგან რა ემოცია მოდიოდა, შენგან რა ემოცია, მეორე რაუნდში, აი გადავეკიდი ამ მეორე რაუნდს, მაგრამ მეორე რაუნდში თავიდან მომეჩვენა, რომ ტრეკს უსმენდი, თუმცა ის ვაიბი რაც წამოიღე, მაგან ძალიან დიდად იმოქმედა ჩემზე. მესამე რაუნდში ველოდი, რომ შენ ბევრად ძლიერი რაუნდი გექნებოდა, თუმცა ოკეი. მოკლედ, გილოცა უბრალოდ. მედმოსემ მოიგო მოკლედ Season of Battle, ვნახოთ რუსია იქნება ალბათ ბოლო შემფასებელი. მოკლედ მეგობრებო, ლირიქსის ნაწილში იდეაში გიგას ვეთანხმები და დავამატებ იმას, რომ შენი ლირიქსები ყოველთვის მე ვასწავლებდა და მომწონდა, შენ მოუმატე და ის მისწორდება, რომ იცი რა სპეციფიური სტილი აქვს. მის მოედანზე გადმოხვედი პირველ რაუნდში და ეგ იყო ძალიან დასაფასებელი. მეორე რაუნდს გადავიკიდები მეც მან ცოტა სხვანაირად მინდა დავალაგო. მეორე რაუნდს გაძლევენ შენ და გეტყვი რატომაც შენც დაგავიწყდა ორი სიტყვა, მაგრამ აი ძალიან ლაითად. შენ სულ რო ეს ბაგები არ ქონოდა თავიდან რო ვერ შეხვედი თუ რაღაც სწორად, არ ვიცი მართლა ამის ბრალი არის თუ რის ბრალი, ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ ბაგავდა. ადრე სხვა შემთხვევაში ბაგავს, მაგრამ ოკეი, იცი რა იყო? ამან ერთი დუხი რო დაიჭირა, მაგ ერთ დუხზე მიყვა მთელი რაუნდი და შენ თავიდან დამაკდა, მერე კი მოვაყარე. სიგიჟები აკეთე, მაგრამ მეორე რაუნდი ტოტოს. პირველ რაუნდს რაც შეეხება ტექსტის მხრივ ორივე ძალიან დონე იყო და მომეწონა რაც მოვისმინე, ძალიან კაი ფანჩები ქონდათ, ორივეს ლაინები ქონდათ, ორივეს მაგას, აი შენ იყავი უკეთესი ან შენ იყავი თქო, ვერ ვეთყვი. ოკეი, ეს ამბობს რომ იმის ფანჩი ყველაზე მაგარი იყო პირველ რაუნდში. უფრო ის მომეწონა რომ შენ ამის მოედანზე გადახვედი, ტოტო შენ არც ერთ რაუნდში არ გიქნია რომ აი ამის რაღაცეები ხო ხდები გადაუჯოკრო და იმეც შენაირად შემიძლია. მაგიტომაც პირველი რაუნდი შენ თავისი flow switch-ებით და ყველაფრით თუმცა მინდა აღნიშნო რომ ორივე ძალიან გაიზარდეთ. შენი პრობლემა იყო ტექსტის სწავლა და ეგ 99%-ზე შეასრულე. შენი პრობლემა იყო ანუ ტექსტი არ ვსწავლია, ვიარით იდგა bro. ან მეცან მევასება ზოგადად ტოტო სტილი, მაგრამ VR-ს მაინც ჩავთვლიდი მინუსად რაღაც მხრივ რა. რავი, თითქოს მაგას ნატურალურობის მუღამიც ხო აქვს ბეთლებს ზოგადად, რომ ცხვირწინ თვალში სახესთან დგახართ და იბრძვით. ხო არის ეგ მუღამი, რავი, მე ეგრე მგონია, ჩემთვის ეგ არის ერთ-ერთი ფაქტი, ერთ-ერთი ნაწილი რა PvP flows, flow PvP battles. და რაღაც საერთოდ რო არ ახსენეს ეს VR-ის თემა, ცოტა უცნაურია, ჩემთვის არის უცნაური ყოველ შემთხვევაში. რაღაც პატარა მინუსად მაინც ჩავთვლიდი მაგას რა. ხო, გავაგზავნოთ. სუნთქვები. ყველა ბეთლის რაც მოვისმინე, ყველგან იმიტომ ვერ დადა ის დონე რაც შეგიძლია, იმიტომ რომ სუნთქვები არ ყოფნი და მე შენ გითხარი თავის დროს, რომ ისეთი დაწერე რის შესრულებაც შეგიძლია და ძალიან გამიხადა და გამისწორდა, რომ ეგ გაითვალისწინე. და მესამე რაუნდში ველოდებოდი შენგან ძალიან ბევრ სვიჩებს, ველოდებოდი flow-ზე თამაშს და ამ შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია, ნუ არ ვიცი რატო გადაწყვიტა ესე გაკეთება, ამ ადამიანმა ეგ გააკეთა და ნუ ბეთლია ჩუვაკ რა. ჩემი ხმა მედმოსეს. ძალიან კაი იყო, მოკლედ GG მედმოსე, მართლა კარგი იყო. რუსიან ბოლოში რაც თქვა, რომ ისეთები წერა შესაძლოა შეგიძლიაო, ძალიან მართალი იყო, იმიტომ რომ წინა ორ ბეთლში ძალიან უჭირდა სუნთქვის მხრივ მართლა. აშკარად შესამჩნევი იყო, ნუ ჩერდებოდა პირდაპირ რა. და რავი, ძალიან კაი იყო, რასაც ველოდი, პრინციპში ეს იყო მართლა, დონე დადეს ბიჭებმა, საღოლ.
არაფერი მეთქმის, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებთ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ან შევხვდებით 4 შაბათს, ან Kingdom Come Deliverance-ის ეპიზოდში, ან Bannerlord Europe 1700-ის ეპიზოდში. კარგად.